ნება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს დრო მერე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო ხო კარგად კი მეგონი შენთან უნდა საუბარი ჩემთან ხო და ცოტა ესე ფრთხილად ელაპარაკე რა კობა მოვიდა ხო ბებო მამიკოა არ გამოხვალ თან სკოლაში წაგიყვანს ვერ გამოვალ ჯერ წევარ თუნდა თვითონ შემოვიდეს მოდივარ მამ როგორ არის ჩემი გოგო? შენ როგორ ფიქრობ, როგორ იქნება? მე მინდა მამიკო, რომ ძალიან კარგად იყო და ბედნიერად მა. ნუ მაშინ არ გაგიმართლა. ეგრე არ ვარ. ელენა. არინა მამიკო, სადმე რო წავიდეთ, სადაც შენი ტყვი და დავჭდით დავილაპარაკოთ. ხო ველაპარაკე ამ შენ ქეთის და რა? ვის ელაპარაკე? ვითომ არის ხო? შენ თავს გეფიცები არ ვიცოდი. და რა ელაპარაკეთ? მითხრა მიყვარხარო. და არ ვცდილობ დედაშენი გავხდეო. მერე მამიკო. მე ვინც არ უნდა ეცადოს და როგორც არ უნდა ეცადოს, მარიამს რო ვერავინ შეგიცვლის ხო იცი შენ. მეც ეგრე ვთხარი ზუსტად. მერე. მერე ვთხარი რომ აღარ მინდა შენი დანახვა თქო და წამოვედი. და შენც გეუბნები და გადაეცი. რომ არ მაქვს მაქალის ატანა და ნუ ხვდება აქ. კარგი მამიკო, მაგას გადავცემ. მაგრამ შენ თავს გეფიცები არ ვიცოდი შენთან რომ მოდიოდა, თორე არ გამოუშვებდი. მე არ ვიცი და არც მაინტერესებს. მაგრამ ეს დებილი ლაპარაკები რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და ვერაფერს ვერ შევცვლით. არ მჭირდება. კარგი მამიკო. კარგი. ეხლა უნდა გამოვიცვალო. შეგიძლია გახვიდე სკოლაში დამაგვიანდება. კარგი მამიკო, მე წაგიყვანო? არა ყობა არ მინდა. მალხას გამისკა და გული რამდენი ხანია გეძახ შენ გაგისკდა გული კაცო ნახევარი საათია აი მასე ვდგევარ გამრავლებს უყურებს სულელივით რატო მეძებდი სულაც არ არის სასაცილო რომ მიდიხარ ან დაიბარე ანდა ტელეფონი მაინც წაიღეს და ოცილი რა მალხას გუში ხო გითხარი მკერავთან მივდივარ მეთქი ამ დილა ადრიან მკერავთან რა გინდოდა რა მნიშვნელობა აქვს მოკლედ შევედი მაღაზიაში
ვიფიქრე დალის რაღაცას უყიდი მეთქი შოკოლადს დიდი ხანი არ ყავდა ნანახი და სალაროს და რომ მივედი, აი ამით რო დაინახავ, ხო იცი, კეფით. შეშემოგებლე რა, კეფით კი არა, თვალებიდან ვეღარ ვიყურები. კარგი მალხაზ. მოკლედ დავინახე სადარბაზოდან გამოდის გოგო და ბიჭი. აუ. ეგეც კეფით დაინახე? რა მნიშვნელობა აქვს? არ გაინტერესებს ვინ იყვნენ? ვინ? საბა და ის ქალბატონი ლიკა. მე რა? რა მერე რა? ბიჭო რა უნდა და მაგათ ერთად? ნუ შენ მეკითხები სადარბაზოსთან მეზობლებს რა უნდათო? მალხაზ, უბრალო მეზობლებს და თვალებანთებულ ადამიანებს ერთმანეთისგან როგორღაც ვანსხვავებ. კარგი რა შენი ჭირები რა, გეჩვენება უკვე რაღაცეები რა. მეჩვენება? დიახ. ანუ შენ ფიქრობ რომ თუ ყველაფერს კუც არ გამოაბავ და 1000 სისულელეს არ იფიქრებ. ჩვეულებრივი ამბავია. ორი მეზობელი ერთად სადარბაზოსთან. ანუ მომეჩვენა? მოგეჩვენა. გამარჯობა. ხომ არ დაგეხმაროთ? გამარჯობა, არსენა. თამინა, ეძებთ რამეს? კი, მაგრამ ჯერ არ ვიცი რას. დაგეხმარებით. აი, ძალიან დამეხმარებით თქვენ თანამშრომელ საბას თუ შემახვედრით. სვანიძეს? ალბათ, გვარი არ ვიცი. ой, ახლავე. თამინა. გამარჯობა. გამარჯობა. მე კობას და კასპერას მაგაცი ვარ. აი, ცეხიდან ტელევიზორისთვის რო იყვნენ თქვენთან. კი, მახსოვს. თქვენც ეგეთი ტელევიზორი გინდათ? კი, მინდა, მაგრამ ეხლა სხვა საქმეზე ვარ მოსული. გისმენთ. ახალი დაქორწინებულებისთვის საჩუქარი მინდა რამე შევიძინო. საქორწილო საჩუქარი. ნუ, ქორწილი უკვე გქონდათ, მაგრამ მე არ მქონდა მაშინ შესაძლებლობა. ახლა მინდა რომ რამე შევძინო და საოჯახო ტექნიკა? არ მითხრათ რომ არ გვაქვს. როგორ არა, ეს სულ საოჯახო ტექნიკაა. ხო, რა ვიცი, აბა აქ რა სავარჩევ. აი ეს რა არის? ეს ჩოფერია ბოსტნეულის დასაჭრელი. და ეს? საკმაოდ ძლავრია. ბლენდერს თუ ეძებთ, კარგი ვარიანტია. რო ვიცოდი რას ვიძებ, შენ ხوار გაწვალებდი. არა, მე არ მაწვალებთ, უბრალოდ მოდი, ჩამოვყალიბდეთ რა ტიპის ტექნიკას ეძებთ და უფრო გაგვიადვილდება. მაგალითად? აი მაგალითად სამზარეულოსთვის თუ აბაზანისთვის, უთომ, ტვერსასრუტი. არა, ეგენი არც ერთი არ მინდა. ანუ დაგვრჩა სამზარეულო და აბაზანა. ნუ აბაზანაში სარეცხის მანქანა არის, სხვა რა ტექნიკა უნდა იყოს? რატო ფენი, სარეცხის საშრობი მანქანა? მანქანა აშრობს? კი. და აერზე ვერ შრება სარეცხი, ხო? კარგით, ანუ ეგ არ გინდათ. არა, სხვა რამე. დაგვრჩა მარტო სამზარეულო. აგაშენა ღმერთმა. მოდი მაშინ აქედან დავიწყო. იმას ემალები თუ ახალი მოძრაობის სტილი გაქვს? ის აქ არის მოკლე? ვინ არსენა? ო, არ მოსულა ჯერ. აუ მომკლაც, მაო გუში, რამდენი მომუშავა, ჩემი წელის გადამკიდე? შენ რა გონია დილის რუის ნახევრიდან აქ რატო ვარ? გუშინ ღამე მერიკავს 2 საათზე შეკვეთას მოურჩიო და ხვალ რუის ნახევარზე მანქანა და მუშები მოვლენო და დახვდიო. რას ბიჭო, ემსაძინებე? აგერძნაო მიღება ჩაბარება ინებეთ. შეშლილია ძმაო, ჩამოყალიბებული გიჟია. უთან ბუღალტერია არ ვიციო, თორემ მაგაზე კი არ შეგაწუხებდია. კაი, ისი აქ რო იყოს, კაი იქნებოდა, მასალებზე გავიყოლებდი რა. დღისაპირებ მოტანას? ხო, რა. რა, წინ დავიგებდით რა. იცი დაურეკავ ეხა. ერთადერთი მთავარია იქ დაგხვდნენ, რომ დაგწვირთონ რა. აუ. რა? ფულის ჩარიცხვა დამავიწყდა, ჩემ ფეხებს მოვიდა. და გეთქვა და დილიდან აქა რო არ და ჩავრიცხავდა.
არა და ვანომ ხომ მითხრა რომ დაგიტოვეო უჯრაშიო. გამომიარა და ამიყო, მაგრამ ამავიწყდა. ვერდებით. არის ბრალია. კაი. რა? არ არის. რა არა? დიმაში ნახე, მეორე უჯრაში ნახება. ხო თქვა რომ შენ უჯრაში ჩავდეო. იქნება აერია ეხლა, რა ვიცი. ბიჭო. ვანოს მერე აქ უცხო იყო ვინმე? არავინ. კარი ვინ დაკეტა? არსენა, გვიანობამდე იყო მითი ხო გითხარი. არა. ბიჭო აბა ვინ თო? არა.